2026 წლის 3 იანვარი. ფუერტეტიუნას სიღმეში ვენესუელის პრეზიდენტს ჯერა რომ სრულად დაცულია. ციხესიმაგრემ ნიკოლას მადუროს თავდაჯერებულობა მისცა. იქ თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. იქ იყო იმდენი დაცვა, იმდენი გასასვლელი, იმდენი მცველი და უსაფრთხოების სისტემა, ყველაფერი მისი დაცვისთვის იყო შექმნილი. ის ძალიან ცდებოდა. კარიბის ზღვის ზემოთ 150 ზემეტი ამერიკული თვითმფრინავი უკვე კარაკასის საჰაერო სივრცისკენ მიემართება. მათ შორისაა მსოფლიოს საუკეთესო სტელს გამანადგურებლები, დარტყმითი ბომბდამშენები, ელექტრონული ომის პლატფორმები და საბრძოლო ვერტმფრენები, რომლებიც სულ რამდენიმე საათის წინ დასავლეთ ნახევარსფეროს 20 სხვადასხვა ბაზიდან აფრინდნენ. დიქტატორს ზუსტად 2 საათი დარჩა ხელისუფლებაში. ასე განახორციელა აშშ-ს სამხედრო ძალებმა ოპერაცია აბსოლუტური გადაჭრეტილობა. სამიზნე იყო უგო ჩავესის ხელით შერჩეული მემკვიდრე, ნიკოლას მადურო. მადურო უბრალო ოჯახიდან იყო, კარიერა ავტობუსის მძღოლობით დაიწყო. შემდეგ კი პროფკავშირის ლიდერად იქცა და მნიშვნელოვანი ძალაუფლება და გავლენა მოიპოვა. ჩავესის მმართველობის დროს ის გახდა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოლოს კი ვიცე-პრეზიდენტი, სანამ 2013 წელს ჩავესის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის მართვა საკუთარ თავზე აიღო. ასე დაიწყო სამხრეთ ამერიკული ქვეყნის ნელი, მაგრამ გარდაუვალი კოლაფსი. თანამდებობის დაკავებიდან ნაკლებად ვიდრე 1 წლის შემდეგ მადურომ დიდი საპროტესტო ტალღა გადაიტანა, როდესაც ხალხმა გამოხატა თავისი შიშები და უკმაყოფილება დეფიციტისა და ცხოვრების დონის ვარდნის გამო, პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა. ეს პროტესტები სწრაფად გადაიზარდა ძალადობაში, დემონსტრანტებსა და მთავრობის მხარდამჭერ პარამილიტარულ ჯგუფებს შორის, რომლებიც კოლექტივოს სახელით არიან ცნობილი, სასტიკი დაპირისპირებები მოხდა. 43 ადამიანი დაიღუპა, ასობით დაშავდა და თითქმის 4000 დააკავეს. შემდეგ წლებში მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა. ხელისუფლების წყურვილით შეპრობილმა და მის დათმობაზე სრულიად უარმყოფელმა მადურომ ავტორიტარული მთავრობა დააარსა. რეგულარულად მიმართავდა უკანონო და არაკეთილსინდისიერ მეთოდებს ქვეყნის მართვის შესანარჩუნებლად, მათ შორის საარჩევნო გაფალბებას, ადამიანის უფლებების დარღვევას, კორუფციასა და ცენზურას. სიცოცხლის დონე კვლავ უარესდებოდა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და მილიონობით ადამიანი ქვეყნიდან გაიქცა. სიტუაცია კრიტიკულ ზღვარს 2024 წელს მიაღწია, როდესაც მადურომ გამოაცხადა გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელსაც როგორც საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი და საარჩევნო დამკვირვებლები, ასევე მილიონობით ვენესუელელი მოქალაქე გაყალბებულად მიიჩნევდნენ. ამ ეტაპზე ყოფილი ავტობუსის მძღოლი ასევე ფართოდ მიიჩნეოდა, რომ მჭიდრო კავშირში იყო კარტელებთან, მეგობრობდა ნარკოტიკების კონტრაბანდის ჯგუფებთან, როგორიცაა კარტელ დე ლა სოლას ან მზის კარტელი. მან არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური ვარდნა განიცადა, არამედ ქვეყანა ნარკოტერორისტულ საწარმოდაც გადააქცია. მხარს უჭერდა იმავე კრიმინალურ სტრუქტურებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ნარკოტიკების გადაზიდვაში სამხრეთ ამერიკიდან, კარიბის ზღვის რეგიონიდან და შეერთებულ შტატებშიც კი. ეს აღარ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო. ეს მხოლოდ დემოკრატიის ან საარჩევნო უკანონობის საკითხიანობის საკითხი არ იყო. საქმე ეხებოდა მთელი დასავლეთ ნახევარსფეროს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. 2020 წელს აშშ-მ მადუროს თავზე $15 მილიონი ჯილდო დააწესა. 2025 წელს ეს თანხა $25 მილიონ გაიზარდა. შემდეგ კი $50 მილიონ რამდენიმე თვის შემდეგ. მოგვიანებით ვაშინგტონი სასოწარკვეთილით ცდილობდა მადუროს მმართველობის დასრულებას ნებისმიერი საშუალებით, თუნდაც ეს ნიშნავდა საკუთარი ჯარისკაცების გაგზავნას მის ძალაუფლებიდან ძალით ჩამოსაშორებლად. ეს ვერ იქნებოდა ტრადიციული შეჭრა. ვენესუელას შეიძლება სამხედრო ძალა აშშ-სთან შედარებით ნანშედარებით ნაკლები ჰქონდეს, მაგრამ მას მაინც ჰყავს რამდენიმე ასეული ათასი მოქმედი ჯარისკაცი და მილიონობით მილიციის წევრი, რომლებიც მობილიზებისთვის მზად არიან. სრული მასშტაბის ომი ამ ორ ქვეყანას შორის თითქმის გარდაუვლად გამოიწვევდა დიდი რაოდენობის მსხვერპლს ორივე მხარეს და ჰუმანიტარულ კატასტროფას. იმ პოტენციალით, რომ მთლიანად დაეჩრდილა წინა 10 წლეულის ვარდნა, ერთადერთი გამოსავალი იყო ქირურგიული ექსტრაქცია. აშშ-ის ძალებს სწრაფად და ეფექტურად მოუწევდათ შეჭრა, ვენესუელის თავდაცვების გარღვევა, მადუროს პოვნა და მისი მოცილება, ეს ყველაფერი ერთი ღამის განმავლობაში. მაგრამ საკუთარი დედაქალაქიდან მძიმედ დაცული სახელმწიფოს მეთაურის გამოყვანა ადვილი არ იქნებოდა. მადურო გამაგრებულიყო ციხესიმაგრეში, რომელსაც სახლს ეძახდა, ფუერტეტიუნაში. ამ ადგილს სამხედრო ბაზა რომ ვუწოდოთ, ეს ძალიან მსუბუქი შეფასება იქნება. ეს უფრო ქალაქია ქალაქში. ვენესუელის სამხედრო მანქანის ცოცხალი გულია, სადაც განთავსებულია არმიის შტაბ-ბინა, თავდაცვის სამინისტრო და თავად პრეზიდენტის რეზიდენცია. რამდენიმე შენობით, დაცული გასასვლელებითა და შესასვლელებით, უსაფრთხო სახლებით, გადაუდებელი გაქცევის მარშრუტებით, მაღალი გარეკედლებითა და ანტისაჰაერო იარაღით. ეს ადგილი შექმნილია იმისთვის, რომ შეუღწევადი იყოს. ეს იყო ადგილი, სადაც ნიკოლას მადურო და მისი უახლოესი მოკავშირეები, მათ შორის ნარკობარონები და კარტელის კრიმინალები, ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეში და შიმშილში იყო. მაგრამ მადუროს ჰქონდა სპეციალური მექანიკური უსაფრთხოების სისტემა, გამაგრებული უსაფრთხო ოთახი.
თუ ის მოახერხებდა შიგნით შესვას, შესაძლოა საკმარისი დრო მოეპოვებინა, რომ გაქცევის გეგმა შეემუშავებინა, ან იმედი ჰქონოდა, რომ დახმარება დროულად მივიდოდა და სხვაგან გადაიყვანდნენ. თუ ის მძიმე აფეთქების საწინააღმდეგო კარები დაიკეტებოდა, ზუსტი გამოყვანა გადაიქცეოდა გახანგრძლივებულ სისხლიან ალყად. მისია ჩავარდებოდა. დელტა ფორს უნდა მიესწრო მასამდე, სანამ საკეტები ჩაიკეტებოდა. თუმცა ასეთი სირთულის ოპერაციის ორგანიზება მარტივი საქმე არ არის. ეს მოითხოვს ყველაზე ფრთხილ და ზუსტ დაგეგმვას, ყველაზე წვრილმან დეტალებამდე. იმ გამაგრებული ოთახის გასატეხად ASES-ს მონაცემები სჭირდებოდა. ამიტომ 2025 წლის აგვისტოში ASES-მ დაიწყო მოქმედება. CEM ჩუმად შეიყვანა დანაყოფი ვენესუელაში მნიშვნელოვანი მისიით. შეეგროვებინა მაქსიმალურად ბევრი დაზვერვითი ინფორმაცია მადუროს შესახებ. ისინი იყენებდნენ ყველაფერს: მაღალ სიმაღლეზე დრონებით ჩატარებული მეთვალყურეობიდან დაწყებული, სიგნალების დაზვერვით დამთავრებული. ASES-ს სჭირდებოდა ყველაფერი გაეგო: სად იძინებდა, რა სჭამდა, როდის იღვიძებდა, თითოეულ დეტალს მნიშვნელობა ჰქონდა. დანაყოფს ასევე დაევალა, რომ ფუერტე-ტიუნას შესახებ ყველაზე დეტალური სურათი შეექმნა. თუ ASES-ში წარმატებით აპირებდა მადუროს დაკავებას, ციხესიმაგრის ყოველი კვადრატული სანტიმეტრი უნდა სცოდნოდა. ამიტომ მან რამდენიმე თვე მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებას კი არ დაუთმო, არამედ მადუროს უსაფრთხო სახლის რეალისტური ასლის აშენებასაც მიჰყო ხელი. ელიტური დანაყოფები დღეების განმავლობაში ვარჯიშობდნენ ამ გარემოში, შენობის განლაგების თითოეულ ნაწილს ზეპირად სწავლობდნენ. მათ ზეპირად იცოდნენ ყველა ბრმაკუთხე, შეისწავლეს ყველა სასიკვდილო ვიწრო ადგილი, ზუსტად იცოდნენ მადუროს საწოლიდან სეიფამდე ნაბიჯების რაოდენობა. თვეები გავიდა, სანამ ელიტური ჯარები მალულად ვარჯიშობდნენ მადუროს რეზიდენციაზე შეტევისთვის. ამ დროს ASES-ს საჯაროდ აძლიერებდა ზეწოლას ვენესუელის პრეზიდენტზე. მან ქვეყნის სანაპიროსთან უზარმაზარი საზღვაო არმადა მოიყვანა, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი საბრძოლო გემი. Gerald R. Ford-ის სახელობის ამერიკული ავიამზიდი, რომელსაც შეუძლია 90-მდე თვითმფრინავის და დაახლოებით 4600 მეზღვაურის გადაყვანა. ამერიკულმა ფლოტმა ვენესუელის კარიბის ზღვის სანაპიროსთან ეჭვმიტანილ ნარკოტრანსპორტირების ხომალდებზე არაერთი იერიში მიიტანა. მადურო კი ამ დროს შეუპოვრად განაგრძობდა მოქმედებას და დახურულ კარს მიღმა ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა თავისი ქვეყნის ნებისმიერი საფრთხისგან დაცვის შესახებ. თუმცა მან იცოდა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დღეები დათვლილი იყო და 2025 წლის დასასრულამდე ცოტა ხნით ადრე მადუროს ულტიმატუმი წაუყენეს. პრეზიდენტმა ტრამპმა მას პირდაპირ დაურეკა და უბრძანა: დანებებულიყო ან შედეგებისთვის მზად ყოფილიყო. კიდევ ერთხელ მადურომ უარი თქვა დაემორჩილებინა და ასე 7 დღის შემდეგ 2 იანვარს ის მომენტი დადგა, რომელსაც ASES-ში დიდი ხანი ელოდა. ადგილობრივი დროით 23:46 საათია რთული ამინდის შემდეგ, ცა დამშვიდდა და გაიწმინდა, ახლა ან არასდროს. ASES-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრძანებას გასცემს. მოულოდნელად 150-ზე მეტი ამერიკული თვითმფრინავი ცაში ადის. მათ შორისაა უახლესი გამანადგურებლები, როგორიცაა Lockheed Martin-ის F-35A Lightning II და F-22A Raptor-ი. ასევე ელექტრონული ომის თვითმფრინავები, როგორიცაა Boeing E-18G Growler-ი, ზებგერითი ბომბდამშენები, როგორიცაა Rockwell B-1B Lancer-ი და საჰაერო ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავები, როგორიცაა Grumman E-2D. Hawkeye-ის საწვავის შემავსებელი ტანკერები ცდობებენ ასაფრენ ბილიკებს, ასევე Chinook-ისა და Black Hawk-ის ვერტმფრენები და მრავალი უპილოტო საფრენი აპარატი, როგორიცაა Lockheed Martin-ის RQS-30 Sentinel-ის ოპერაცია. აბსოლუტური გადაჭრა უკვე დაწყებული იყო, მაგრამ იმისათვის, რომ Delta Force-ი წინა ხაზზე მიეყვანათ, ASES-მ ჯერ ქალაქი უნდა პარალიზებულიყო. შეერთებული შტატების ოპერატორები, მათ შორის კიბერსარდლობისა და კოსმოსური სარდლობის ჯგუფები, იყენებენ გასაიდუმლოებულ ტექნოლოგიებს ქალაქის ელექტრომომარაგების გასაწყვეტად. ადგილობრივი დროით დაახლოებით 2 საათამდე კარაკასი, ვენესუელის დედაქალაქი ბნელდება. არა ნელ-ნელა, არა უბნიდან უბანში, არამედ მყისიერად, ერთდროულად მთელი ქალაქის რაიონები ჩაძირულია სიბნელეში. როდესაც ენერგოსისტემები მწყობრიდან გამოდის, რადარის ეკრანები ცინციმებს და ქრება, კავშირი წყდება, საჰაერო თავდაცვის სისტემები ვიზუალურ კონტროლს კარგავს და ოპერატორები პანიკაში ვარდებიან. შემდეგი ნაბიჯი ყველაზე სარისკო და ხმაურიანი სამხედრო ოპერაციაა მას შემდეგ, რაც SEAL Team 6-მა 2011 წელს ოსამა ბინ ლადენის პაკისტანის ბაზაზე შეიჯრა და ალ-ქაიდას ლიდერი მოკლა. ახლა უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ინეტიკური შეტევის ავანგარდი იყო Boeing E-18G Growler-ი. ისინი იყენებენ თავიანთ მოწინავე ტაქტიკურ ჩამხშობ სისტემებს, რათა ქალაქი უხილავი ელექტრომაგნიტური ტალღებით დაფარონ, რადარის სადგურები დააბნიონ და ნებისმიერი საკომუნიკაციო ქსელი დააზიანონ, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ მუშაობდეს მიწაზე. ვენესუელა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელშიც შედის საბჭოთა S-300-ის საზენის არაკეტო ბატარეები, ასევე საშუალო მანძილის რუსული Buk M2 პლატფორმები, Pechora 2M ბატარეები და მოკლე მანძილის IGLAS Manpads გათიშულია. ასეთი სისტემები, როგორიცაა S-300 შეიძლება რამდენიმე ათეული წლის იყოს, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ საკმარისად ძლიერია, რომ მტრის თვითმფრინავები ჩამოაგდონ.
მაშინ როცა გროულერები აგრძელებენ თავდაცვის სისტემების დაბლოკვას, გამანადგურებელი პილოტები სწრაფად გადაუფრენენ ქალაქს და იერიშებს აყენებენ მრავალ სამხედრო ობიექტსა და სხვა სტრატეგიულ სამიზნეებს კარაკასში და მის შემოგარენში, მათ შორის მესეტა დე მარმარმოს საზღვაო ბაზაზე, ლა-ლუგეირას პორტზე, ლა-კოლოტას ავიაბაზაზე, პანამერიკანას ქვესადგურზე, ელ-ვოლკანის ანტენებზე და კაჯიგალის ობსერვატორიაზე. ეს არის ზუსტი, ფრთხილად გათვლილი იერიშების სერია ქვეყნის თავდაცვის ქსელზე, რომელიც მიზნად ისახავს ვენესუელას თავდაცვის უნარის განულებას, მტრის რიგებში დაბნეულობისა და ქაოსის გამოწვევას. და რაც ყველაზე მთავარია, გზა გაუხსნას ვერტმფრენებსა და სპეციალური ოპერაციების ჯგუფებს, რომ შევიდნენ და განახორციელონ ევაკუაცია. კარაკასის საჰაერო თავდაცვა გათიშულია. ქალაქის ფარი განადგურებულია. ქალაქი შეიძლება წამით ბნელ და ჩუმ მდგომარეობაში იყოს, მაგრამ რამდენიმე წამში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყება. ამ დროისთვის მადურო და მისი მცველები კარგად აცნობიერებენ რა ხდება. მათი ქვეყანა თავდასხმის ქვეშაა და მხოლოდ დროის საკითხია, როდის შეიჭრებიან ამერიკელი ჯარისკაცები ფუერტე-ტიუნას ბაზაზე. აშეშუ კარგად იცის, რომ არც ერთი წამი არ უნდა დაიკარგოს. მთელი ოპერაციის წარმატება თუ მარცხი სწორედ შემდეგ რამდენიმე წუთზეა დამოკიდებული. რადგან სწორედ ამდენი დრო დასჭირდება მადუროს, რომ გაქრეს თავის ფოლადის ბუნკერში, მიწისქვეშა გვირაბების ან ბუნკერების ლაბირინთში, ან შესაძლოა თვითფრინავში ავიდეს და ქვეყანა დატოვოს. სანამ მისი საუკეთესოდ გაწვრთნილი ჯარისკაცები და ელიტური კუბელი მსველები ამერიკელ თავდამსხმელებს იმდენ ხანს შეაკავებენ, რომ მან გაქცევა მოასწროს. საბედნიეროდ აშშ-მ ამ საქმეზე საუკეთესო ადამიანები გაგზავნა, მათ შორის დელტა ფორსის ოპერატორები, რომლებიც პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე კარგად გაწვრთნილ და უნარიან სამხედრო პერსონალს წარმოადგენენ. რომლებიც იმყოფებიან ჩინუკებსა და ბლეკ ჰოკებში, რომლებიც პირდაპირ ფუერტე-ტიუნასკენ მიემართებიან. ისინი არც ასაფრენ ბილიქს ეძებენ და არც ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანს. ისინი გეგმავენ, რომ გზავრები პირდაპირ ჩამოსვან. მადუროს საიდუმლო თავშესაფრის გარეთ ვენესუელელი მცველები ელობებიან მათ. მათ ცაში უმისამართოდ ისროლეს და ერთ-ერთ ვერტმფრენს დაზიანება მიაყენეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მის დასაგდებად. ამის 2 საათსა და 1 წუთზე ჯარისკაცები თოკებით ჩამოვიდნენ კომპლექსის ტერიტორიაზე. ეს მათი მომენტია, ამისთვის ვარჯიშობდნენ. სწორედ ამას ემსახურებოდა კვირებისა და თვეების განმავლობაში დაგეგმვა და მომზადება. ისინი მოძრაობენ სისწრაფით, სიზუსტით და შეუდარებელი დისციპლინით. დელტა ფორსის ოპერატივები მიწაზე დაეშვნენ და მადუროს საიდუმლო თავშესაფრისკენ გაიქცნენ. მათ ჩართეს ღამის ხედვისა და თერმული ოპტიკა. ისინი შევიდნენ სრულიად ბნელ კომპლექსში და მიუახლოვდნენ პირველ კარს, რომელიც როგორც ამბობდნენ, მრავალი ფოლადის კარის ერთ-ერთი იყო. დელტა ოპერატივებმა გამოიყენეს შესაღწევ მუხტებს, რათა გზა გაეხსნათ შიგნით. გუნდი შეუფერხებლად გადაადგილდება კორიდორიდან კორიდორში და ოთახიდან ოთახში. ეფექტურად იყენებს იმ უთვალავს საათს, რომელიც რეპლიკა ბაზაზე ვარჯიშში გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ფუერტე-ტიუნაში პირველად არიან, უკვე ისე გრძნობენ თავს, თითქოს ეს ადგილი ხელის გულივით იციან. წინასწარ განჯვრეტენ ყოველ კუთხეს, ყოველ კარს, ყოველ ვიწრო ადგილს. CIA-ის დაზვერვის წყალობით ოპერატორებმა ზუსტად იციან, სადაა ყველაზე დიდი ალბათობით მადურო ამ კონკრეტულ მომენტში და პირდაპირ მის საძინებელ ოთახისკენ მიემართებიან. მაგრამ მათ უბრალოდ არ აძლევენ უფლებას თავისუფლად იარონ საპრეზიდენტო სასახლეში. მადუროს ელიტარული მცველები, რომელთა შორის არიან როგორც ვენესუელელები, ასევე ათეულობით მაღალკვალიფიციური კუბელი, მზად არიან და ელოდებიან, რომ დაიცვან პოზიციები და მოიგერიონ ამერიკელი თავდამსხმელები. მაგრამ დელტა ფორსი სულ უფრო და უფრო უახლოვდება მადუროს ადგილსამყოფელს. ყოველი გასული წამით მისი მცველები ან გარბიან, ან ნებდებიან, ან თითო-თითოდ განადგურებულნი არიან. ბოლო წამებში მადურო და მისი ცოლი სასტრაფოდ გარბიან უსაფრთხო ოთახისკენ. როცა პრეზიდენტის უკანასკნელი მცველები იატაკზე ეცემიან და ირგვლივ სროლისა და ხელყუმბარის აფეთქების ხმა ისმის. მადურო სულ რამდენიმე სანტიმეტრით იყო დაშორებული თავის ფოლადის სეიფის ოთახში შესვლას და კარის დახურვას, როცა დელტა ფორსის ოპერატორებმა ბოლოს და ბოლოს ხელი დაადეს მას. მაგრამ ვენესუელის პრეზიდენტის დაკავების მიუხედავად მისია დასრულებული არ არის. მადურო შეიძლება დაკავებულია, მაგრამ მისი გაყვანა ჯერ კიდევ საჭიროა. ამიტომ დელტა ოპერატორები მადუროს ხელებს პლასტმასის სამაგრებით აბამენ, თავზე ნიღაბს ახურავენ და მას დანიშნული ევაკუაციის პუნქტისკენ მიათრევენ, რომელიც ნახევარი მსოფლიოს იშორეზეა. დონალდ ტრამპი და მისი უახლოესი მრჩევლები, მათ შორის CIA-ის დირექტორი ჯონ რატკლიფი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აკვირდებიან სიტუაციის განვითარებას. პრეზიდენტის მარალაგოს კურორტიდან, პალმ ბიჩში, ფლორიდაში, აშშ-ის პრეზიდენტი მშვიდად და თავდაჯერებულადაა. მოგვიანებით კი კომენტარს აკეთებს ამერიკის შეიარაღებული ძალების შესანიშნავ მუშაობაზე. ამ დროისთვის ჯერ კიდევ დილის ადრეული საათებია, მაგრამ კარაკასი უკვე ფხიზლადაა. მთელი ვენესუელა და მსოფლიოს დიდი ნაწილი სუნთქვაშეკრული ადევნებს თვალს მოვლენების დის განვითარებას. ციხესიმაგრის კედლებს მიღმა მთავრობის მხარდამჭერი კოლექტივოები ქუჩებში გამოდიან, ხოლო ვენესუელის სამხედრო მეთაურები შემდეგ ნაბიჯებზე ფიქრობენ. მათი თავდაცვა შეიძლება შესუსტებულია, მაგრამ მათ ჯერ კიდევ აქვთ რამდენიმე საბჭოთა გამანადგურებელი, რომლებსაც შეუძლიათ აამოქმედონ და მილიციები, რომლებსაც შეუძლიათ მობილიზება მოახდინონ. აშშ-ის ძალებმა იციან, რომ მათი ქმედებებით საფრთხის დონე შეამცირეს, მაგრამ ბოლომდე არ გაუქმებულა. საბედნიეროდ მათთვის ეს მცდელობა არასდროს ხდება.
სავარაუდოდ იმ ორგანიზებული ქაოსის შედეგად, რომელიც ამერიკის საჰაერო თავდასხმამ მთელ ქვეყანაში გამოიწვია, ვენესუელა შედარებითი პარალიზების მდგომარეობაში რჩება. როდესაც Delta Force-ის ჯარისკაცები მადუროს ვერტმფრენში ტვირთავენ და მიემართებიან ავიამზიდისკენ, რომელიც კვლავ ქვეყნის სანაპიროსთან დგას, 4:29 დილის. ოპერაციის დაწყებიდან მხოლოდ 2 საათსა და ნახევარში მადურო აშეტეშისის ავიამზიდზე ეშვებ და იწყებს მოგზაურობას ნიუ-იორკში. იმ დროისთვის, როცა ინდრეს მზე ამოდის, დასავლეთ ნახევარსფერო ოფიციალურად სამუდამოდ იცვლება. პრეზიდენტი ტრამპი ტელევიზიით გამოდის და აცხადებს, რომ უკანონო დიქტატორი. მადურო წარმატებით დააკავეს და მას სასამართლო პროცესი ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში ჩაუტარდება ნარკოტერორიზმისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით. ოპერაცია აბსოლუტური გადაწყვეტილება, რომელსაც ზოგიერთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოკლე ომად მიიჩნევს, სრული წარმატებით დასრულდა. აშშ-მ თავისი მიზნები ამერიკელი ჯარისკაცების დაღუპვის გარეშე მიაღწია და მხოლოდ 7 დაიჯრა. ვენესუელის მხარეს ათეულობით ვენესუელელი და კუბელი სამხედრო დაიღუპა. საჰაერო თავდაცვის სისტემები და სამხედრო ობიექტები განადგურდა, ხოლო დამანგრეველი რეჟიმი ჩამოიშალა. ოპერაცია აბსოლუტურმა გადაწყვეტილებამ დაამტკიცა, რომ ზუსტი ოპერაცია სიბნელის საფარში სრულიად ანგრევს რეჟიმს. მაგრამ მხოლოდ 1 თვის შემდეგ აშშ-მ დაამტკიცა, რომ სიბნელეც კი არ ჭირდებოდათ იმისთვის, რომ ყველას დაენახებინათ, როგორ განახორციელეს ირანის უზენაესი ლიდერის უნაკლო დღისით ლიკვიდაცია. დააწყაპუნეთ თქვენს ეკრანზე არსებულ ვიდეოზე და შემდეგ გადაცემაში Battlefield Show-ზე კვლავ გნახავთ.